მოგესალმებით თვითფასო ტელემაყურებლებო ლიტერატურული საქართველოს რედაქციიდან გადაცემიდან აი მიხარია რომ ჩვენ ისევდებით ერთმანეთს მიხარია რომ საერთოდ ლიტერატურა და ხელოვნება საქართველოში ასე თუ ისე მაინც ფორმაში არის ასე თუ ისე მაინც აქვს თავისი მიღწევები მე დღეს მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი სტუმარი არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია რომელსაც ალბათ 15 წელი არ მინახავს იმიტომ რომ მასაც როგორც ბევრ ჩვენთაგანს ჩვენი ოჯახის წევრს მოუწია საზოგადოებრივ წასვლამ და ცხოვრებამ ამაზე ცოტა მერე ვისაუბრებთ მე მინდა მოგილოცოთ ქალბატონებს დედებს დებს ბებიებს ყველას დედის დღე სულ ახლა უკვე მალე ამ დღეებში შემოვა ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი რომელიც ვიღაცისთვის ასოცირდება კომუნისტურ ეპოქასთან მაგრამ არაფერი შუაში არ არის ეს კიდევ 90 გასული საუკუნის 10-იან წლებში კლარა ცეტკინის მიერ იქნა და ორგანიზებული ეს იდეა წარმოიშვა ქალთა უფლებების დაცვისათვის შემდეგ გაერომ უკვე ეს 70-იან წლებში უკვე მიიღო როგორც ოფიციალური დღე მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ ქალთა ბედნიერება ქალებისთვის პატივისცემა რაც მეტი იქნება და რაც მეტი დღე იქნება მათთვის მიწვილი მით უკეთესი ამავე დროს დედის დღე რომელიც 1991 წლის 3 მარტს ბატონ ზვიად გამსახურდია ჩვენი პრეზიდენტის მიერ იქნა დაწესებული ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში სადაც დედის კულტია სადაც ქალის კულტი არის რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი არის მით უფრო ახლა და ჩვენ ამაზე ნენელა ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად რომ დედებმა და ქალებმა კიდევ განსაკუთრებული მისია აიღეს აი ამ 21 საუკუნის გარიჟაზე და მათ ფიზიკური გადარჩენისთვის არ საკუთარი თავის არამედ ოჯახებისა და შეიძლება ითქვას რომ იმას მე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში აი ეს ქართველმა ქალებმა საქართველოს მოქალაქე ქალბატონებმა აიღეს ეს დიდი მისია და უცხოეთში გაემგზავრნენ დღეს ჩვენი სტუმარი არის ემიგრაციიდან ახლახან დაბრუნებული არაჩვეულებრივი ადამიანი პიროვნება რომელიც წარსულამდე პედაგოგობდა ასწავლიდა სკოლაში რელიგიას სხვა საგნებსაც მათთან ერთად მაგრამ მასაც როგორც ყველას მოუწია ემიგრაციაში წასვლა მამაზე მე თვითონ გვესაუბრება და ლეტა ყველა დაბრუნდებოდეს თუმცა ეს დაბრუნებაც როგორია ჩამოდის ადამიანი მერე გადახედავს სიტუაციას და ხდება რომ ისე უწევს დაბრუნება მე რაკი ქალთა დღეა ეს ლიტერატურული გადაცემა არის მე ქალბატონებს ერთი ჩემი ლექსით მოგესალმებით შემდეგ რა თქმა უნდა გადავარ ჩვენ სტუმართან ქალბატონ ნანა ობოლაძესთან მანამდე მოგესალმებით ნანა მადლობა რომ მოიცალეთ ახალი ჩამოსული ხართ საქართველოში საბერძნეთიდან მე ჩვენ ვისაუბრებთ როდის წახვედით როგორ წახვედით და მიზეზად ჩამოსვლის მიზეზი არ უნდა სამშობლოს დაბრუნებას მიზეზი მაგრამ არის რაღაც გარკვეული წიაღსვები რაც ეს არ არის მარტო ნოსტალგია მონატრება ფიქრობ რომ ბოლო-ბოლო დაბრუნდე როდესაც ახლა უნდა დაბრუნდეს ადამიანი და მე მგონი თქვენის გადაწყვეტილება მიიღეთ შეიძლება საბოლოო მაინც არ იყოს მაგრამ მე თვითონ რომ ეს ყოფილიყოს თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება ეხლა კი აი მოგესალმებით და ლექსს წაგიკითხავთ ქალები უნდა უყვარდეთ კაცებს ეხლა ეს ასე თუ ისე იცის ჩემო მკითხველმა ეს ლექსი მაგრამ ცოტა პარადოქსულად ჟღერს აბა ვინ უნდა უყვარდეს თუ არა ქალი კაცს მაგრამ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ შეიძლება გავიდეს დრო და გასაკვირიც კი იყოს კაცის და ქალის სიყვარულიც ქალები უნდა უყვარდეთ კაცებს ვინც უყვარს ხეთა შრიალი ქარში მზეს დილის ნისლი ნამადრომ აქცევს ზღვას როცა ტალღებს ფრთებივით გაშლის ქალები უნდა უყვარდეთ კაცებს ხეს უყვარს ფესვი დამიწა ბალახს გულს გულის სითბოს რომელიც გასცემს ასე ყოფილა ოდით და ახლაც ქალები უნდა უყვარდეთ კაცებს შემოაფრთხეს გრალის თასი სიყვარულს გულის უჩინარ კარცელს ჭეშმარიტება მზესავით არის ქალები უნდა უყვარდეთ კაცებს წყალი წყალს მიდევს ბილიკი ბილიკს გავყურე ფალვებს ქარებით ნაცემს ისეთი დროა ფიქრობ და გიკვირს
ქალები კიდევ რომ უყვართ კაცებს არ შეიძლება ქალი ქალს ანდა კაც დიაცისებ ყვარობდეს კაცი ქალს უნდა ქონდეს ქალობის განცდა კაც უნდა ქონდეს მორალი განცდის დრო არის მართლა ძიმე და მკაცრი ზოგს ჯვარზე აცვამს ზოგს სული დაცემს ქალია მაინც მშვენება კაცის ქალები უნდა უყვარდეთ კაცებს ასე არებოდეთ კაცებს ქალები და დაფასებული ყოფილიყვნენ ქალები რასაც სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაზე ვერ ვიტყვით იქიდან გამომდინარე კიდევ აღნიშნავ რომ ქალის ხუთი ყოველწლიურად საქართველოში მაგრამ დღეს ჩვენს ქალებს და ქალბატონებს ძალიან დიდი მისია დაეკისათ მე ესე ვიტყვი სამშობლოს გადარჩენისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ნანა მიესალმებით თქვენს მაყურებელს და ორიოდე სიტყვით მოგვიყევით თქვენზე ვინ იყავით საბერძნეთში წასვლამდე უღრმესი მადლობა ჯუბა ჩემო კარგო მეგობარო მივესალმები პირველ რიგში თქვენს მაყურებელს მივესალმები სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ქალბატონებს რომლებიც ეს გუშინ იყო ქალების დღე და ამის ეზით მე ყველას ვუსურვებ ქალურ ბედნიერებას თუმცა სამწუხაროდ ჩვენი უმრავლესობა თითქმის ყველა მეორე მესამე ოჯახიდან საქართველოს ქალები წასულები არიან ემიგრაციაში და განსაკუთრებით ამ დღეს კიდევ უფრო თითქოს ემოციურია უფრო მეტად ქალთა დღე საქართველოში საქართველოში როგორ წავედი მე ემიგრაციაში სანამ წავიდოდი ემიგრაციაში ახლა შენ მუშაობდი აქ მქონდა არაჩვეულებრივი ოჯახი მეუღლით სამწუხაროდ გარდაცვლილი არის მაშინ გარდაიცვალა დიახ აი ერთი ლამაზი ოჯახი იყავით და არაჩვეულებრივი შვილები ყავთ დიახ სამწუხაროდ ჩემი მეუღლეს შეექმნა პრობლემები ბიზნესთან იყო კავშირში და ამის გამო ამ პრობლემების გამო და შექმნილი სიტუაციის გამო განიცადა ეს ყველაფერი და უცბად გარდაიცვალა მე ვმუშაობდი სკოლაში რა თქმა უნდა ეს მეორადი პროფესია იყო მაგრამ დიდი სიყვარულით ვაკეთებდი ჩემს საქმეს იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მიყვარს და გარდა სკოლაში მუშაობისა ვმუშაობდი კიდე ჟურნალ ქაროსთან ქალბატონ ნანა დავითაშვილის და იმიტომ რომ ძალიან ვიყავი ახლოს მწერლობასთანაც ბავშვობიდან ვწერდი მე ლექსებს და ამიტომ მუშაობდი აგრეთვე ნანასთან ჟურნალში ქაროზი და ანუ იყო ჩემთვის თვალსაჩინოში ლიტერატურული საქართველო საერთოდ ზოგადად არა მარტო გაზეთი და თვალყურს ვადევნებდი ამ ყველაფერს იმიტომ რომ ჩემს სამყაროს დიდ ნაწილს ვუთმობდი მე ლექსებს ძალიან მიყვარს და საერთოდ შემოქმედი ადამიანები ხელოვნება არის აი რა არის იცით ახლა ჩვენ ბევრმა გამოვიარეთ ის ტკივილი ვინც წახვედით ქალბატონები და ვინც აქ დავჭით ვინც შორიდან გიყურებდით როგორ მოეწყობოდით როგორ იქნებოდით ჩემი მეუღლესაც ესე მოუწია წასვლა აი რა იყო შენთვის პირველი ფეხის დადგმა უცხოეთში რა განცდა იყო ეს აი რა იყო ჩვენ ახლა ლიტერატურაზე ვსაუბრობთ მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრება არის აი ქალების ტკივილია დიახ ჯუბა როგორ გითხრათ ჩემო მეგობარო ეს არის უდიდესი ემოცია ქალისთვის რომელიც ტოვებს პირველ რიგში ოჯახს შვილებს და სამშობლოს მე მაგალითად იძულებული ვიყავი აი იძულებული სხვა გზა აღარ იყო რომ არ წავსულიყავი გამოსავალი ანა როგორი სათნო ადამიანი ბრძანდებით როგორი კდემიანი ქალბატონი ბრძანდებით მორიდებული ადამიანი და უცბად მიდიხარ სადღაც აი როგორია არიცი ენა და იმ ქვეყანაში უნდა იმუშაო ერთი სიტყვაც არიცი აი როგორი განცდა იცი ვერ შეიძლება სიტყვებით დავახასიათო მაგრამ ადამიანი ვერ გაიგებს ამას ისე თუ არ გამოსცადა ძალიან ძნელია მაგრამ მე დამყავდა იქ და აი მხოლოდ ის იყო ჩემი იმედი რომ ის დამეხმარებოდა და ამდენად გადავლახე ბარიერები დარიგებებით სითბოს ატმოსფეროში მოვხვდი და იმ წუთში დავიწყე მე ენის სწავლა
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტკივილები გაქვს, შენ იძულებული ხარ თუ ენა არ იცი, ვერ იმუშავებ. ვიყავი თავშესაფარში ჩემი დის სამსახურის გარემოცვაში, ვისწავლე ძალიან სწრაფად ენა და დავიწყე მუშაობა. აი ასე. იცი რა არის? ადვილი არც ერთი ენა არ არის, მაგრამ შენ როცა გინდა ძალიან რაღაცა გააკეთო, აი თუ რაღაც სხვა ენა იცი, მე ახალ ენას ცოტა მარტივად სწავლობ იმ გრამატიკული მიდგომებით, რომლითაც ისწავლე ის ენა, რომელიც იცი. ძალიან ბევრი თურქული, ну ისე როგორც ყველა ენაში არის ესენი შესული, მაგრამ ძველი ელინური ენა ბუნებრივი აღარ არის. ძველი ელინური არის ძალიან ძნელი და იშვიათი სიტყვებია გამოყენებული. ბევრმა არ იცის, ძალიან ბევრმა არ იცის, ცოტა მიცის, ეგ ძველი ბერძნული, აი და მწერლობაც სხვანაირი აქვს და ეხლანდელი მწერლობაც არის ცოტა რთული, იმიტომ რამდენადაც აქვს 5 i ბერძნულ ენაში და აი ცოტა გაგიჭირდება, წაკითხვით უფრო ადვილად წაიკითხავ. ხო, წაკითხვით უფრო ადვილად წაიკითხავ, ისწავლი კითხვას, ვიდრე შენ რო გინდა რომ დაწერო. მაგრამ შეუძლებელიც არაფერი არ არის, როცა გინდა ძალიან ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემები გვაქვს, მაინც ვსწავლობთ. აი როგორ გითხრა, რაღაც მიდგომები შენ თვითონ ადამიანმა გამოიმუშავებ ენის სწავლაში და მე მაგალითად ძნელად არ ვისწავლე, ადვილად ვისწავლე. წერა ძნელ გამიცნელდა, მაგრამ აი ეს და სასაუბრო ენა ადვილად ვისწავლე. როგორი არის რომ ტოვებ შვილებს, როგორი არის რომ ტოვებ სამშობლოს. და მეთანხმება ყველა ემიგრანტი, რომ ეს ემოციები ჩვენ, როდესაც ერთი დღე გვაქვს დასვენება კვირას და გამოვდივართ ერთმანეთს ხვდებით, ერთმანეთს რომ ვუზიარებთ, კიდე აი ეს კიდევ ქშველის ჩვენ იქ ის რომ გვაქვს ქართული წირვა თვეში ერთხელ, რომელსაც ხვდებით ერთმანეთს და აი ძალიან სითბოს გარემო არის ბერძნული დიდი ტაძარი და იქ თვეში ერთხელ ბერძნული წირვის შემდეგ ჩვენ გვიტარდება ქართული წირვა, ყავს ქართველი მოძღვრები, იმიტომ რომ პატრიარქის კურთხევით ყველა ქვეყანაში არის ეს ეკლესიები და ქართველი მოძღვრები, რომელთანაც გაქვს შენ იმის საშუალება, რომ მიხვიდე გაესაუბრო, ძალიან კარგი არის მათი დარიგება, მათი არის ერთმანეთს ვეხმარებით, ვისაც თუ რამე გაუჭირდება, თვითონ მამა აბიბოსი, მამა თეიმურაზი გვეხმარებიან, აი ყველა საკითხში გვასწავლიან თუ სამედიცინო დახმარება, იმასაც ერთობლივად ერთმანეთს ვეხმარებით და აი ეს კიდე ეს არის ფაქტორები, რომელიც გვიადვილებს ჩვენი ყოფნას. გვიადვილებს აგრეთვე ტელეფონი, ეხლანდელი აი ეს სენსორული ტელეფონები, რომელთაც შენ შეგიძლია ყველა წუთში და წამში გაიგო შენი ოჯახის მდგომარეობა და ვიზუალურად დაინახო შენი შვილები და აი ეს გვიადვილებს ემიგრანტებს, მაგრამ აი ჩემი და არის უფრო ადრე წასული და სხვაებიც, რომ როცა არ იყო ამ მსგავსი. ხო, წარმოგიდგენთ, მაშინ არ დამხვედრი ყავდათ მათ არ არის. ხო, თვითონ უნდა გაეკაფათ გზა და აი უცხო გარემოში თვითონ რომ წავიდა და ეს დაიმკვიდრა და რომ იყვება, მე ეხლაც სულ ცრემლებით ხვდები, აი თითოეული ქართველი ქალის იქ მონაყოლს პირველად როგორ იყო ძნელი. ჩვენთვის ცოტა ადვილი იყო, მადლობა ღმერთს ამისათვის. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენ ქართველ ქალბატონ ემიგრანტებს დედის დღეს. ეს დედის დღე მათთვის არის მტკივნეულიც, სასიხარულოც და მტკივნეულიც, იმიტომ რომ თავიანთ შვილებთან შორს არიან მოშორებით და ამ სენსორული აპარატით დანახვა შვილების იმდენ მონატრებას ვერ გიკმაყოფილებს, რაც ჩამოსვლა და აი მეც 10 წლის მერე ჩამოვედი პირველად შარშან და მაშინ ნახე ჩემი შვილები და ეს იყო ძალიან დიდი ემოცია. თუ არ გამოცდი, სხვა ამას ვერ გაიგებს. ასე რომ არის სირთულეები ყველა მათგანში და ჯუბა იცი რა არის ძალიან ბევრ ემიგრანტ ქალბატონს ფსიქოლოგიური ცვლილებები აქვს. შეიძლება ახლა ისინი ასე მედიკამენტებს არ საჭიროებენ, მაგრამ რო დააკვირდები ყველა ქალბატონს აქვს რაღაცა აი მე ხა ბუნებით ძალიან მშვიდი ვიყავი, მაგრამ აი ამ ბოლო წლებში მაინც ვნახე, რომ ეს ემოციები უკვე ვეღარ იტევს ადამიანი და აი უფრო მეტად ისხდები განცდა, უფრო მეტად გამოკვეთილი არის ჩვენში. ფიზიკურად ქვეყნის ფიზიკურად გადარჩენაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს
ჩვენმა ქალბატონებმა და მათ შეიძლება აი მართლაც რა თქმა უნდა უწოდოთ. მაგრამ ახლა მახსენდება უცბად ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პერსონაჟი ეუბნება მეორეს ის არ ნადირობს, იმიტომ რომ ესმის ცხოველების ენა და მცენარეების და ნუ ვერ მიყავს და რაღაც და ეუბნება რომ ბავშვებს ის უნდათო კაცო ხორციო, უხორცო დაჟდით შვილები რა ვაჟკაცობას იზამენ, ასად არ გამეგონია ასე გაზრდილი ისხვისამეო. ეხლა ეს რა თქმა უნდა უხორცო გაძის შვილებზე აქ რა თქმა უნდა იმის უკან იმალება ის საგმირო საქმეები, ის ძალა მკლავში და ის ყველაფერი შემადგენლობა, რაც ადამიანს ჭირდება, მაგრამ ეხლა აი მეორე კუთხით რო წავიდეთ, ნახეთ დედები წავიდნენ ძირითადად, ხო ჩემი გოცოწვა და ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ. კი დედა ჩემი იყო ყველა, ანუ ვიღაც რჩება მომხედავი, მაგრამ საბოლოო ჯამში უდედოდ გაზრდილი შვილებზია, უხორცოდ კი არა. ჩვენ საქართველოში შეფსა უდედოდ გაზრდილი შვილები, უდედოდ გაძილი ტაობა და რასაც ჩვენ ახლა უყურებთ ეს ახალგაზრდა გოგოებით, ბიჭების და გოგოების მათ შორის როგორ იმეტებენ ერთმანეთს, როგორ აღარ აქვთ ერთმანეთის სიყვარული, სითბო, მოწიწება, როგორ უსწორდებიან და რამდენი უბედურება ტრიალებს ჩვენ თავს და რა თქმა უნდა მეორე მხრივ შეიძლება რაღაცა ეკონომიკურად გადარჩით თუ რაღაც იმ წუთში, მაგრამ მეორე კუთხით აი ეს კი გადავაჩინეთ ეს შვილები, მაგრამ გადავაჩინე თუ როგორი შვილები გავზარდეთ ჩვენ და აი ეს ჩვენს გაიხედავ და ეს შენ არაჩვეულებრივი შვილები ყავს, ერთიც გოგოს და ვაჟკაცი ბიჭიც ყავს. ორი გოგო და ერთი ბიჭი, ხო, გოგონა გათხოვილი უცოსი, მეორე გასათხოვარი და ბიჭი კიდეც ვაჟკაცი სპორტსმენი და აი განარკომანებულ ახალგაზრდას რო უყურებ და აი ამ ყველაფერს რო უყურებ და ესეც გამომდინარე იქიდან და ხანდახან დედებს ჩამოსვაც აღარ უნდათ. იმიტომ რომ დეპრესიული განწყობილებები აქაც ხვდებათ მე და ისე ვიყურჩენიათ ხოლმე წასვლა, იმიტომ რომ ჩამოდიან თავის ქვეყანაში, თავის სამშობლოში ოჯახებში და თითქოს ისინი აღარ არიან აქ საჭირონი არავისთვის. არც გაუცხოება ხდება ნამდვილად. ვისაც აღარ არის, აი თითქოს და გონი არის რაღაც ყველგან მოგიფერებია, ყველგან მიგიღებია. აი მასე აი ამდენი ხანი აკაკობთ ხარ და პირიქით ყველას რაღაც იყურებს, ხელებში გიყურებს რაღაცას და არავის არ ჭირდებიან სამსახურეობრივად რაღაცა რო აი ყველა რამდენი განათლებული ადამიანია წასული. ძალიან ბევრი ჯობა. და ისე დაუბრუნეთ ახლა ჩვენ ლიტერატურას. ლიტერატურა ემიგრაციაში, ემიგრანტული ლიტერატურა. რამხელა როლი ითამაშა ამან შენში და ზოგადად ემიგრანტებში. აი ამ სულ მდგომარეობა რამდენად შეუმსუბუქა ლიტერატურა. ნამდვილად ძალიან დიდი როლი ითამაშა ყოველ ქართველში. იცი რა საფუძველი აქვე, ვისაც ჰქონდა ვთქვათ კავშირი ჰქონდა ლიტერატურასთან, იქ ვერ დაივიწყებს, ამას ვერ კარგავს, იმიტომ რომ ჩვენ ემიგრანტებს უკვე ამ ეპოქაში შეიძლება დასაწყისში ასე არ იყო, მაგრამ ყველა ქვეყანაში არის კულტურის ცენტრები, ქართველი ემიგრანტებისთვის აქ არის კულტურის, ხელოვნების და კულტურის ცენტრები, არის საკვირაო სკოლები, სადაც ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით შეიძლება ყველა არ მოდის ერთდროულად, მაგრამ სურვილის მიხედვით გაწევრიანდები, ან და ისე დამსწრე იქნები, თავისუფალი დამსწრე იქნები და იქ ტარდება ღონისძიებები. აი მაგალითად მე ვარ გაწევრიანებული ქართულ სახლში, ასე ქვია ჩვენს საკვირაო სკოლას, რომლის დამფუძნებელი არის ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე, შარშან აკრო და ძალიან ესეთი გარემოს გვიქმნის, რომ ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს. არის აგრეთვე სხვადასხვა როგორც ეს საკვირაო სკოლა, ისე არის სხვადასხვა საკვირაო სკოლები და ის ქალბატონები, ვთქვათ, ვინც საქართველოში იყო, ან პედაგოგი, ან მწერლობასთან ჰქონდა კავშირი, ან სხვა განათლება ჰქონდა, რომელიც შეიძლება წარმოაჩინოს ხელოვნების სხვა დარგი, მხატვარი, ან რამეს ქმნის, ხელოვნების ნიმუშებს, ხო? აი იქ ეძლევათ საშუალება, იმიტომ რომ ამ იმების ყიდვაც არის შესაძლებელი თავიანთი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე და მე ქმნიან ზოგი დამოუკიდებელ იმასაც ქმნის და კი არიან ძალიან ბევრი კარგი ხელოვანები ჩვენთან და შემდეგ კიდე ყიდიან აქაც აგზავნიან ხდება სხვადასხვა ქართულ ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით იქაც ვატარებთ ასე ვიკრიბებით ამ საკვირაო სკოლების დირექტორები აკეთებენ ორგანიზებას და
აი ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ქართულ სახლში ქალბატონ დარეჯანს აქვს დაწესებული პოეზიის ფესტივალი დედაენის დღესთან დაკავშირებით და იქ წარმოჩინდებიან ძალიან ბევრი ქართველი ქალები ძირითადად, რომლებიც წერდნენ, აქაც წერდნენ და მე იქ შესაბამისად გააქვს ღამე მაგალითად ძალიან ბევრი უძილო ღამე გვაქვს ეს ხომ არის ნათელი და არის საშუალება რომ შენი შემოქმედება და იქ კიდე ისე არის რომ გიზღვავდება ენერგია და ამ ენერგიის და ამ შენი ემოციების გამოხატვის საშუალება გეძლება, იმიტომ რომ რჩები მარტო შენს ოთახში, შენ ფიქრებთან და ეს ემოცია რომ საქართველოშიც არ არის დაწყნარებული მდგომარეობა კი არა რამდენი ჭირვარამი გადაიარა ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში და ამ 10 წლის განმავლობაში რაც მე წასული ვარ არანაკლები პრობლემაა ჩვენთვის ბატონო ჯუბა პირად პრობლემებთან არანაკლებ დგას ჩვენთვის ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ეს პოლიტიკური მხრიდან შორიდან კიდე იმიტომ ჩავს, რომ ჩვენ არ უყურებთ მაგალითად ერთ ტელევიზიას. ჩვენ იქ მადლობა ღმერთს ახლა ინტერნეტის საშუალებით უყურებ ყველა იმ არხებს. აი მაგალითად როგორც არის ეს თქვენი ქართული ტევე და მე უფრო შეფასებას აკეთებ, იმიტომ რომ ყველას რო ხედავ, მე არჩევ შენი რა თქმა უნდა ინტელექტის მიხედვით, ვინ უფრო მართალი არის და ამ 30 წლის განმავლობაში მე მგონი გარედან დაკვირვებით უკვე აღარ უნდა ეშლებოდეს ქართველ ადამიანს რომ რა იდეოლოგია, რა პოლიტიკური წნეხები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ და დამნაშავე ვინ არის. ეს უკვე აღარ უნდა გვიჭირდეს, აღარ უნდა იყოს მე მგონი ძალიან ბევრი მიხვდა რომ ჩვენ ქვეყანაში არ უნდა იყოს ესე დაპირისპირება. ამას ხელოვნურად გვიქმნიან ის მოკარნახე მეგობრები ბრჭყალებში რომლებიც ჩვენ ვკარნახობენ თავიდან დაგვაფინანსეს, ჯერ გაგვაკოტრეს, მერე დაგვაფინანსეს და რასაც ვკარნახობენ, იმას ვაკეთებთ. ამას ძალიან გვიან მიხვდა საზოგადოება, მაგრამ დღეს უკვე აღარ უნდა იყოს ეგ პრობლემა, რომ ჩვენ ერთმანეთს ასე უშვერი სიტყვებით გავლანძღოთ, ღმერთმა დამიფაროს მე ვინმე თავისი პოლიტიკური შეხედულებით, რომ თქვათ შეურაცხყოფა მივაყენო. მე ვიცი ის ასე რატო ფიქრობს და შეიძლება ან შემეცოდოს, ან მოვეფერო, ან შევაქო. ხო. ხალხი ვარ და როგორ ერთ მუშტად ვიდექით სხვათა შორის ეს პოტენციალი ქართული ხალხს აქვს აი თუ სადმე დაჭირდა მე ჩვენ აღარ ვანგარიშოთ ვინმის მხარეზე და სად ვართ იმიტომ რომ ჩვენ ერთიან სივრცეში ვართ ერთ ქვეყნის მოყვარულნი ვართ ეხლა რაღაცა ერთმან უკლეს რაღაცა მანქანა გაგიფუჭეს სადღაც ხევში გადაიჭიხო იქ ვიღაც მოვლენ და დაგეხმარებიან და წამოგაყენებენ და არ იკითხავ შენ ის რომელი პარტიის მომხრეა და რა შეხედულებების არის შენ მნიშვნელობა იმას არ აქვს იმიტომ რომ ის შენ ფეხზე აგაყენა და გულში ჩაგიხუტა ესე არის და ჩვენ არაფერი გასაყოფი არავისთან არ აქვს ეს ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან წამოვიდა და აღარ დამთავრდა ამის მიზანმიმართულად ძახილში ჩვენ ერთმანეთს ამატობ და სადღაც მიდის შიდა დინებები რა ჩვენ ქვეყანას და ასუსტებს ხელს უშლის. მაგარი ბრძანეთ, რომ რა თქმა უნდა, პოეზიას ეტოთ რა არის? პოეზია არის სისხლის ყივილი, პოეზია არის შენი სულიერი მდგომარეობის გამოხატულება და ხანდახან ადამიანი ლექსს დაწყეს ამას მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ლექსს დაწერა, შეიძლება სულაც არ იყოს კარგი ლექსი, ესე ვთქვათ, მაგრამ შენ იმდენად მოიხსენი და ამოთქვი, რომ შენი წუთში ისეთი ბედნიერი ხარ. რომ აი რა ვიცი 10,000 ან 100,000 რომ მოგეგოს ისე გაყარებული ვერ ყოფილიყავი და აი ამ სულიერ სიმშვიდეს განიჭებს პოეზია. შესაძლოა ეხლა სტატისტიკა რო გაკეთდეს ყველა ქართველი ვიცი დაანტია გოგრამ და ბავშვობაში ყველა წერდა შეიძლება მე ადამიანები აღარ აგრძელებენ იმიტომ რომ თუ შენში არ არის შინაგანად ხო შენ ვერ შესაქმეს უყურებ მაგრამ შეიძლება იყო სხვადასხვა დარგის მუშაკი, შეიძლება ინჟინერი იყო, უბრალოდ გლეხი იყო, მუშა იყო, მაგრამ ლექსებს წერდა როდისღაცა და რაღაც. გესმით, ანუ შინაგანად ყოველწლიურად ადამიანში პოეზია. და პოეზია როგორც მუსიკა, ესე არის ადამიანისთვის და რამდენი ადამიანისთვის ეხლა საქართველოში სულ ყოველთვის იყვნენ ბევრი მწერალი და ბევრი პოეტი, ყოველ შემთხვევაში ესე ლიტერატორი. მაგრამ აი ახლა რომ გადახედო პროცენტულად შეიძლება იმიგრაციაში ყოფმა ადამიანებმა გადააჭარბონ ბარე ორჯერ თქვათ აი ყოფ ადამიანებს
ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ აიძულა ძალიან ბევრი ვინც აქედან ვინც ახვედით და ვინც აქ წერდით გასაგებია, მაგრამ ვისაც ეთოთ აზრადაც არ მოვიდოთ აქ ყოფნის შემთხვევაში ლექსი ეწერა, მოთხრობა ეწერა, რაღაც ეხატა, როგორც თქვენ აბძან ეკარგათ უეკენსა, იქ მეტად და დაფიქრდნენ ამაზე, იქ მათ სულის გადარჩენის ის იპოვეს მოკლედ წყარო. დიახ. და რა თქმა უნდა, ამაში სულაც არაფერი არა და ხანდახან ვამბობ ხოლმე რომ კიდევ გაკირავენ ხოლმე რომ აი ყველა წერს და ყოველთვის წერონ, ნუ იჩხუბებენ, ნუ აგინებენ ერთმანეთს. წერეთ ბატონებო, წერეთ ლექსები წერეთ, კარგია თუთი წერეთ. ზოგისთვის მიზეზი ეგ არის ჩხუბის რომ რატო წერ. რა თქმა უნდა. ესე დაუბრუნდეთ პოეზიას, ლექსებს და თქვენი ლექსები წავიკითხეთ. ჯობა უღმესი მადლობა. მე მინდა ის ვთქვა, რომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული გენეტიკა არის განსაკუთრებული. აი შეიძლება ძალიან ბევრი კარგი პოეტი უკმაყოფილება გამოუთქვამს, რომ რას წერენ ეს ემიგრანტები და ეს მაკულატურას აგროვებენ, მე მათ ვეთანხმები, მაგრამ იცით რა არის აი როგორ უნდა ეს ხო ხელოვნებაა, ეს არის ჩვენი ნიჭი. აი წარმოიდგინე ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, როგორც საქართველოში ნიჭიერება შეიძლება არ არის პოეზია, მაგრამ ლექსია. შეიძლება რაღაც რითმები აქვს და არის ლექსი, ხო არის ლექსმწერი ადამიანი და პოეტი, ხომ? აი ეს ლექსი ყველას ხომ არ შეუძლია დაწეროს და იმან რომ დაწერა, შეურაცხყოფა არ უნდა მიყენდეს, იცი? ხო, ადრე წერდა. მე ძალიან გული მწყდება, რომ ამბობენ, რომ რას წერენ ეს ემიგრანტები, ადამიანო, იცით როგორი ემოციაა, იქ რო შენ ხედავ შენ ქვეყანაში, როგორი უსამართლობებია, როგორი შენი ქვეყანა აი ძალად არის დაჩაგრული ამდენი პოლიტიკური იდეოლოგიისგან, რომელიც ჩვენზე ნებსით თუ უნებლიეთ ტარდება. ეს არის ძალიან მტკივნეული და ის ადამიანი, ხო, მით უმეტეს აი ეს ქალები, ასეთი ნიჭიერი ქალები რო ყავს, ასეთი ნიჭიერი ერი რომ ვართ, ეს უნდა გვეამაყებოდეს. კი, შეიძლება პოეზიაში არ დაიკავოს ადგილი, მაგრამ დაწერა, ნუ ვეჩხუბებით იმ ადამიანს, ნუ გვაკრიტიკებ, ნუ დავცინივართ. მე ამის წინააღმდეგია. ხო, არ არის ეს მართალი და რა ვიცი, მე მაგალითად ამ შეხედულების ვარ, ნუ მეჩხუბებით თუ ვინმეს არ მოეწონოს ჩემი აზრი. მე მაგალითად ბავშვი ვიყავი მეხუთე კლასში, როდესაც ჩემი ლექსები რამდენიმე გამოუგზავნე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი იყო ტელევიზიაში საბავშვო გადაცემების მთავარი რედაქტორი და მან გამოაცხადა, რომ ვისაც აქვს საკუთარი ლექსები ბავშვებს, გამოეგზავნა და ეს შეეფასებინა. ქალბატონი მაყვალას გუში ქონდა დაბადების დღე და აი ქართული ტივის ეთერიდან ბიოლოგი ჩემს მეგობარი ქალბატონი საყვარლეს და კავშირის თავმჯდომარეს დაბადების დღეს და ყველაფერს აკეთებს უსულებ და მახსოვს მე ის პერიოდი, მე ცოტა ხნის შემდეგ მივედი დროულად მოგვიწია კიდევაც ტელევიზიაში მუშაობდი. მართლა ლიტერატურულ პროგრამებში მუშაობდი და მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. მაყვალა და ძალიან ბევრს ესე გაუკეთა, იცით რა არის? ისეთი დიდი სტიმული იყო მისი წერილი, რომ დამიბრუნა. აი დღემდე მოკლედ შენახული მაქვს ეს წერილი და დავწერე ლექსი, ბავშვი ვიყავი. ხო, ისეთი ემოციური ის იყო, გამოიწვია სხვებზედაც ვინც წაიკითხა მე ის ლექსები, რომ შემაქეს, შექება ბავშვს ხო ძალიან უყვარს და დარჩა მე სტუდენტობის დროსაც დავწერე რამდენიმე ხა არ დამიდია მე ის მიზნად რომ აი დავჯდა ლექსები ვწერო ცხოვრებამ რაც მომიტანა ის გავაკეთე და მე როდესაც მომიტანა რომ თქვა უფრო მეტის დაწერის სამი შვილის დედას არ აქვს ის საშუალება შეიძლება შინაგანად გაქვს შენ ნიჭი გაქვს პოტენცია მაგრამ არ გაქვს ის დრო რომ დაწერო ლექსები საქართველოში 100 გზის ძნელია იყო პოეტი და იყო ქალი. ხო და მაგას ვამბობ და იმ თქვათ ემიგრაციაში დაგროვდა უფრო მეტი, იმიტომ რომ მეტი საშუალება მომეცა. ხო, ჩემი ლექსები ძირითადად არის პატრიოტული, სიყვარულზე, შვილებზე, მშობლებზე, ყვავილებზე, გაზაფხულზე მაქვს ძალიან ბევრი ლექსი და სხვადასხვა დროს დაწერილია. მაქვს ერთი კრებული ამას მე საჩუქრად თქვენ გადმოგცემთ ჯუბა და არის სამშობლო. მეორე წიგნისთვისაც მე ძალიან ბევრი ლექსები მაქვს, უფრო დიდი კრებული გამოვა და ვცდილობ რომ გავაკეთო ეს ხო აი ნოდა დუბაძე რო ამბობს არის სამშობლო და ხო ვაზია
აი წერილიც არის მათ პირველად რა არის სამშობლო და მე როდესაც მოიცლი როცა მოიცლი როდისმე მინდა რომ გაიგო და შენი აზრი მიხა ძირითადი ლექსები მე მაქვს სამშობლოზე და ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის სტუდენტობის დროს ის 9 აპრილის პერიოდი ის არეულობები და სამშობლოს მიმართ დაწერილი ლექსები უფრო მეტია ჩემს შემოქმედებაში წაგიკითხავთ ერთ-ერთ ლექსს, რომელიც არის ზუსტად იმ პერიოდში დაწერილი, ძალიან რომ მიყვარს, ადრე თუ გვიან. მატიანეში მამულიშვილებად ვინც დარჩებიან, უეჭველია, ყველა გაიგებს ადრე თუ გვიან. გამყიდველობას, პირფერობას ან ძმის მკვლელობას თუ საამაყო საქედმაღლო გმირობა ჰქვია, თუ ვერ გავიგეთ საქართველოს ვინ გადაარჩენს, სამშობლოს გულს ვინ დაუმიზნებ მალულად ტყვია, დღეს თუ არ ვიცით, კულისებში დაიმალება, სინამდვილეს ხომ ფარდა ეხტება ადრე თუ გვიან. დედა სამშობლო მოღალატეს თვითონაც ხედავს და მშობლიური მოთმინებით აიტანს ზიანს. ტკბილ მოლოდინში სანატრელი თავისუფლების ატარებს უღელს მონობისას კვლავ მრავალ წლიანს. მშობლის წინაშე დამნაშავე შვილებს პასუხი, ღვთიურ კანონით მოეთხოვებათ ადრე თუ გვიან. ნამოსახლარებს ვინ დაამგვანებს ისევე სახლებს, ვინ მოაშუშებს ამ გახლეჩილ გულებს ნატყვიარს, ვინ შეარიგებს ამ გარიყულ ხალხებს ერთმანეთს ვისჭირდებოდა ამდენი მსხვერპლი იმ გულღვარძლიანს დღეს თუ არ ვიცით ან თუ ვიცით მაინც ვერ ვხედავთ სინამდვილეს ხომ ფარდა ეხტება ადრე თუ გვიან. თუ ამ ტობას და გულქვაობას ნდობას ვუცხადებთ დიდ პატრიოტებს ხალხის ენაზე მას რაღა ჰქვიათ. რაც შეგვიძლია თქვენი ღვაწლი არ შევაფასოთ, სულით ნაწამნო, ამაოდ ვუმზე თქვენ ცისფერ წყდიაც, ამიერიდან მკვდარიც რომ იყოთ მე ცოცხლად გხედავთ მამულიშვილნო, ბევრის მთქმელნო, მერაბ და ზვიად, მატიანეში ერისკაცებად, ვინც დარჩებიან, უეჭველია, ყველა გაიგებს ადრე თუ გვიან. შვენიერი, შეძახილია. ვედრება სამშობლოსთვის, ჰოი ღვთის მშობელო, გევედრები უსძლო სწალო, შენი მფარველობის სასოება არ მოგვეშალოს, როგორც არასდროს ისე ვითხოვთ შენგან შეწევნას, დღესაც განვიცდით ქართველნი ჩვენი მიწიდან დევნას, უხილავი მტერი ყოველ ნაბიჯზე გვახვედრებს მახეს, დაუმახინჯა ჩემ საქართველოს ლამაზი სახე, გამოაცალა საყრდენი ბოძი ოჯახებს ქართულს, დედააკლია ყოველ ეზოს და ყველა სართულს. გმირობა არის სამშობლოსათვის ომში სიკვდილი, მაგრამ უსამართლო ომებით დავრჩით ღონე მიხდილი. მავანი ვერ უძლებს ჩვენს ქრისტიანულ მორალს, ზნეობას, მოგმადლე მეტი ბრძოლის უნარი, სულის მხნეობა, რომ სამზეოზე დავზოთ მზაკვარი გეგმები ყველა, რაც ანადგურებს ცნობიერებას ქართულს ნეუნელა, რომ წართმეული თუ გაყიდული ჩვენი მიწები, როგორმე მიწები ჩვენი, როგორმე გავანთლიანოთ, რაც გვაქვს გადანარჩენი, რომ ღირსეულად შევძლოთ ატანა ამ განსაცდელის, რომ ქართულ ოჯახს არ ვხედავდი ასე გათელილს, რომ იცნოს ყველამ სიყვარული ძალა მთავარი, რომ აღდგომამდე ჯერ გოლგოთის გზა გვაქვს სავალი და რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ მეტი ხედვის უნარი, სამშობლო იყოს მათთვის პირველი ზესაზრუნავი. ნახეთ, თქვენში ჭარბობს პატრიოტული ლირიკა. შეიძლება ეს იმის გამოც რომ თქვენ მაინც ემიგრაციაში მოგიწიათ ყოფნა, მაგრამ არა ეს აქ დაწერილი იყო. დაწერილი ლექსებია. მადლობა. და რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, საერთოდ თანამედროვე პოეზიაში როგორც ამბობენ, მე ხა 3-4 წლის წინ ძალიან დიდი პროექტი იყო, თარგმნე, ხა შეიძლება ვიღაცა მოგედაოს და 100 რუსი პოეტისა და პროზაიკოსის ნაწარმოებები და აბსოლუტურად იგრძნობა იქ ის პოეზიის მუხტი, ის აი რაც კლასიკური მათ და ზოგადად ევროპაში და ამერიკაში ზუსტად ასე გაცნობებული არა ვარ, მაგრამ სამშობლოზე ლექსები, სიყვარულზეც კი უკვე აღარ იწერება, უფრო სხვა რაღაც ნეოავანგარდისტული, რასაც აი თვითონაც ახესო ვერ არქმევ, ყველაფერს პოეზია ქვია და რაღაცა.
პატოლოგია იშვიათად არის სადმე და მე რა თქმა უნდა ღმერთმა უკნას რომ იმიტომ რომ რა არის სამშობლო არის სიყვარული არის ლექსი არის ღმერთი და ღმერთი არის სიტყვა და ყველაფერი არის ეს ერთობლიობა. აი ხა მე პატარა გამოხმაურებას აი რა არის სამთქელი ლექსი კიდე მოამზადე. რა არის სამშობლო? ეს პატარა ესეთი საკეთული არა, მაგრამ ესეთი ლექსი მაქვს რა არის სამშობლო. აბა რა არის სამშობლო? მითხარი ბიჭო გოგია. რა უნდა გითხრა? არ ვიცი. იესო ქრისტე მგონია. აბა სამშობლო რა არის? შენ რა სიტყვი ღვთისია? რაც გოგია თქვა იგივე ეს. სამშობლო ქრისტეს სისხლია. რაცა მათად თქვეს ასია, შენ როგორ ფიქრობ აღაზა? მეც ვფიქრობ ქრისტეს რჯულია, რამაც მშობა და აღმზარდა. მაინც რა არის სამშობლო? შენ რა სიტყვი თოლიგე? ჩემთვის სამშობლო ისა, აი მთაზე რომ თოლიგებს, მერე რომ გაზაფხულდება, ია ამოვასაფრათა, იქავეც გავეშურებით, მიუღალთ მამა პაპათა. რა კარგი ლექსია. ჩვენ ცხოვრებაც ხო ბოლოს მაინც წინც ნაპრებისკენ სულ არის შემოკარგო და ნამდვილად. კიდევ ერთი რა არის იცი ჯობა? მაქვს პოეზიაც ისე ცოტა ლირიკული, ის ვთქვათ სხვადასხვა გაზაფხულზე ძალიან მიყვარს, მაგრამ აი როგორ შეიძლება ლირიკაში გადაერთო, როდესაც შენი ქვეყანა ესე გტკივა? ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ეხლა შენ თქვი რომ ჩვენი დედებს, როდესაც ხედავ რომ ამ წასულია და ბებიასთან რჩება ძალიან ბევრი ახალგაზრდა განარკომანდა. უპირველეს ყოვლისა აქ არ შეიძლება მე საყოდური არ თქვა ჩვენი თავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის, რომელმაც ხელი შეუწყო ერთი პერიოდი იმ კანონის, ხო, იმ კანონმა. არა, ხო, მაპატიე ხა შეიძლება არა ვარ მე კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ როდესაც შვილები იცოდნენ რომ დედის და მშობლების ძირითადად ზოგადად მამაც წასულია, ხო? აი ეს კანონი არ უნდა მიიღოთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები ემიგრანტებმა და გამოვგზავნეთ, რომ ამის წინააღმდეგ როგორც პატრიარქი მოუწოდებდა, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, ჩვენც მხარდასაჭერად, მაგრამ ეს ყურად არავინ არ იყო. ნუ ამაზე დავტოვოთ. ნუ ამაზე დავტოვოთ და იმას ვამბობ, რომ აი ბავშვებს ასე რო ხედავ, აი ახლა მეორე ის გამოიწვია, რომ ბევრმა მშობელმა თქვა, რომ მოდი ჩემ შვილსაც თან წავიყვან და ჩემ გვერდით იქნება. დაიცალა საქართველო, ხო? ეს რო გტკივა. მე სტატისტიკა გამოაქვეყნეთ 250,000 ოფიციალ წასული გასულ წელს თუ 70 250,000 ოფიციალურად და თქვენ წარმოვიდგინეთ 250,000 შესაძლებელი შრომელი ადამიანები ჯაგური წავსე ახალგაზრდობა რა პერიოდში ჯობა 2023-ში არის ერთ წელში ხო ხო მე წაკითხული მაქვს რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ემიგრანტი არის რუსეთში მე არის რუსეთში ეს მოყოლებულია ალბათ იქიდან საბერძნეთში და იტალიაში და მე ყველგან და ამ ბოლო წლებში ხა აღარ ვიცი და იმას ვამბობ რომ ჩემთვის მაგალითად აი ეკლესია ბავშვებს არ უნდა დავაშოროთ იმიტომ რომ სწორ შეხედულებებს ამ ნარკომანიაზე და ამ ყველანაირ არჩევანის გასაკეთებლად ბავშვებს ეხმარება ზუსტად აი ეხლა რომ მოძღვრებს ითხოვე რომ სკოლებში შემოუშვითო ეს ის პერიოდი რომელიც გაწყდა რომ თქვათ ეკლესიას და იმას შეხება სკოლასთან არ ქონდა ამანაც დიდი უარყოფითი როლი ნანა და ჩაგიჭრები ბოდიში აი ნახე ეკლესია არსებდა ძალიან კარგია რა თქმა უნდა რელიგია ზოგადად ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში და მწერლობა რომელსაც ანადგურებენ ნენელა ანადგურებენ და აი გაზეთი ახლა კაკური საქართველოს ყველასთვის ცნობილი გაზეთი არის გაზეთი ტაძარი არის მალი 100 წელს გახდება და სოთაშივე 95 წელს უსუდება წელს და აი სულ რაღაცა დავივართ დაფინანსებაზე იმაზე და ხალხებს ზნეობას ტრადიციებს ადათ წესებს და ერთ-ერთი ხარში დგომია ქვეყნისა ეს გაზეთი რომ თაობების აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა
აი რაღაც თუს განზიარეს ეს ყველაფერი გესმით? მაგას ვამბობ, რომ პოლიტიკა უნდა შემოვადი ეკლესიისკენ, წერალი რა ქადაგია წერალი. საგანმანათლებლო, აბა რა, საგანმანათლებლო პოლიტიკა როგორ არის ჯობა? როცა ცვლი რაღაცით, კარგი ხო უნდა შეინარჩუნო და ახალი კარგი დაამატო. ყველაფერი კარგი რაც გქონდა ჩვენ, ჩემი თაობამ, რაც განათლება მივიღებ, ჩემ შულებმა ის განათლება სკოლიდან ვერ მიიღეს. რასაც მე ვსწავლობდი, ჩემ შულებს იმას აღარ ასწავლიდნენ. დადიან სკოლაში მხარ ჩამოხდეს. და დედებს მე ეს ხო აწუხებს და აი შენ რომ გაწუხებს ეს უკვე სხვა გართობაზე აღარა გაქვს შენ გინდა რომ რაღაცით უშველო შენ ხატვა შეგიძლია დახატავ იმ ტკივნეულს და ჩადებ იმაში ემიგრანტი მით უმეტეს კიდე და მიყავთ ახლა ეს შულები რომ იქ ემიგრაციაში გადაარჩინო ოჯახი შულებს მისე განათლება მაგრამ გამოდის პირიქით რომ ვერ აწევ ამ ხო და რამხელა მტკივნეული საკითხი როგორ შეიძლება ქართველმა დედამ ეს არ განიცადო ვისაც გაეზარდა შულები და თქვა სკოლაში აღარ აყავს იმას სხვა პრობლემა აქვს ვისაც სკოლაში ყავს მიყავს ბავშვები და ის ბავშვი იქ რომ გაიზრდება იქ რომ შეეჩვევა აქეთ წამოსვლა ხო მაგას აღარ არიან ის ხო მაგას აღარ არის შეიძლება ქართულად ვერ ლაპარაკობ კი გენეტიკურად ქართველი ხარ მაგრამ მენტალურად აღარ ხარ ქართული აი ეს ყველაფერი ჩვენ რო გვტკივა მე ჩემი მასში იმიტომ არის ერთადად პატრიოტული ლექსები რომ აი რაც მტკივა იმას მინდა რომ გამოვხატო ჩემი შეხედულებით აი ესეთი ლექსია ზეშთაგონებით ღირსეულთ ურცხვად ედიდგულება უღირსთა დასი ჯვარსაც ვიეგე ხორხოცებენ ისევ ბრბოები და ვეღარ იტევს სისხლის წვეთებს გრაალის თასი ჯვარცმულ სამშობლოს ფეხქვეშ მდგარი განმარტოებით სევდის ბურუსში გახვეული გული მრთოლვარე ზეშთაგონებას სასუებით ისევ მოელის მაძიებელი უფლის მადლის ფართოდ ხსნის კარებს და გულის ხმიერთ ელოდება უბნოს ყოველი გამოითქმება თუ განცდილი სიცოცხლის არსი სიბრძნით ან უბრალო სიტყვების მიეთ მოეთით ზეშთაგონებით მეტყოლება როდია ფარსი ღვთისნების მცნობელ გულმართალ კაცს ჰქვია პოეტი ჯვარცმულ სამშობლოს გვერდით დადგა კვლავ ღვთისმშობელი საზეპურო ერის არავისთვის დამთმობელი ჩვენი ერის ყოფიერება ვერ წარმომიდგენია რა არ არსებობდა ეკლესიის მართლმადიდებლური სწავლების გარეშე ბავშვებს რომლებიც უდედოდ დარჩნენ სკოლაში აღარ ასწავლიან ეთიკას აღარ ასწავლიან ხელოვნებას აღარ ასწავლიან რელიგიურ საწყისებს ხო ეხლა ბავშვს სახარებას შეიძლება არ ასწავლიდე მაგრამ აი მაგალითად მე რასაც ვასწავლდი ბავშვები იყვნენ უზომოდ კმაყოფილები ბავშვები მშობლები მოდიოდნენ და მადლობას მიხვდნენ რომ აი ჩემმა შვილმა მოინდომა სტიქაროსნობა ჩემმა შვილმა მოინდომა წირვებზე დასწრება პატრა მე-4-5 კლასელ ბავშვებს მაგონდება ეხლა ის დედა რომელიც მოვიდა და მეცხრა იცით რა არის უფალი ამბობს ერთი ადამიანიც რო შენ შემოაქციო ღვთის და მართალ გზაზე ეს არის შენთვის ძალიან დიდი მადლი და სკოლაში რომ არ ისწავლება რელიგია ესეც არის აი სადღაც 70% ახდენს გავლენას ბავშვის რელიგიის სწავლება მაინც აუცილებელი არ იყო იმიტომ რომ სხვანაირი ეთიკა ხო მე რომ გავიზარდე მაგ სკოლაში და მორალში რა თქმა უნდა ოჯახშიდაც ის სიტუაცია იყო დედა მამა ბებია ბაბუა ხო და ოჯახიც ქუჩაშია პატარა ჩვენ ქუჩაში ვცხოვრობთ ადამიანები ხო როგორ მოითხოვენ ახლა მშობლები რომ ასწავლეთ რელიგია ჩვენ შვილებს იმიტომ რომ მკეთილი გავლენა აქვს ადამიანზე ხო და აი მე მაგალითად მაპატიე ახლა ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე მაგრამ არ გამიბრაზდე როდესაც ამდენი მოთხოვნა შენი ქვეყნის მოსახლეობისგან რატომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული იმ თავრობისთვის რომელმაც შენ აგირჩია შენ ჩემი მთავრობა რო ხარ და ხმა მოგეცი ხო გაითვალისწინ რამდენი რამე მიმართეს არაფერი სენსიტიური რა თქმა უნდა მაგრამ რო არ თქვა მაგის უკან მაგრამ შეიძლება შემოვლით შეიძლება ამის გაკეთება თუ თქვა ქრისტიანულ სკოლებში ამას შემოიღებ მუსლიმანი სკოლების გვაქვს მუსლიმანი კი არა ჩვენ გვაქვს მუსლიმანი მოსახლეობას იმათაც ის რელიგია ერთია რა ყველა რელიგია გადაგებს სიკეთეს და სიყვარულს ეგ უნდა რა თქმა უნდა ანუ შენი ის კი უნდა იკადაგო სკოლაში კონკრეტული სარწმუნოება უნდა იკადაგო სიკეთე და სიყვარული მაგას რა თქმა უნდა შეგვიდეს სკოლაში
რელიგია ამ მიდგომით უნდა შეხვიდე და არა რომელიმე კონფესიით. აი მაგას მიზანმიმართულად გვეუბნებიან, რომ აი აქ არის თქვათ მუსულმანი ბავშვი და არ უნდა ასწავლოს. რატო კაცო? იმას ჩვენ ვასწავლით სიყვარულს, პატარა ბავშვებს სახარებას კი არ მოკითხავ. მაშინ შეიძლება, არა ხო და მაგას ვამბობ, адам ღმერთის მიმართ, ღმერთი ერთი ყავს და ღმერთის მიმართ დამოკიდებულებას ასწავლი, ხელოვნებას ასწავლი, ბავშვს ასწავლი სიყვარულს, ზრდილობას ასწავლი, დღეს ასწავლი შინა არს ასწავლი და ეს ცუდი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი თემები გვაქვს ამოღებული და ისეთი ნაწარმოებები გვაქვს ამოღებული, რომ საზი პირველი შორს წაგვიყვანს მაგ თემაზე საუბარი ვერ დაეტევა ჩვენი 1 საათიანი კი არა. როდესაც ბოლოს კი სანამ წავალ კიდევ ერთ ლექსს წავიკითხეთ შემოკარგო. სიყვარულის შარავანდედი. ეს ლექსი რაღაცნაირად გამთბარ გულს უხსნის ეგეოსი აგვისტოს მთვარეს. მზის სიყვარულით ცეცხლისფერად რომ გაბადრულა და ამ ტრიუმფი იდეალების შემხედვარე ქარიც აღარ ქრის ამ საღამოს დამუნჯებულა. ზღვის საალერსო მოტივებზე იდუმალ ჩურჩულს ის ფერიცა ისმენდა და მოსავდა ხიბლი, რომ აღმოთქვამდა პოეზიის ღვთაებრივ რთულ რჯულს. ზღვა გადათარგმნილ გრძნობას თუნდაც ერთი ვერლიბრით, ვიდრე გულსავსე მთვარე ისევ ანათებს ზეცას და ვარსკვლავები ვით ხატეთა კრთიან კანდელნი. ამ წუთი სოფლის სიბნელე ფრთებს ვერ შეუკვეცავს. პოეზია სიყვარულის შარავანდედი. მარტო ეს სიყვარულის პოეზია ყველაფრის შარავანდედი და პოეზია არის ალბათ ყველაფერი. რამიდან კითხო აი ჩამოხვედი კარგი ხნის ასული კი მე მგონი ერთხელ ხარ ხო ნამყოფი ერთხელ შარშან 11 წლიანი განშორების შემდეგ 10 წლიანი განშორების მევე შარშან პირველად და ეხლა უკვე მე-11 ტერიც გავიდა როგორ უყურებ აი აქაობას და წასვლაზე როგორ ფიქრობ კიდევ აი შეიძლება კიდევ ისევ აღმოჩნდა მიგრაცია იქ და რა განწყობი წამოხვედი მოდი ესე ვთქვა ჩემო ძვირფასო იცი რომ რა მდგომარეობა შვილებისგან ურთიერთობებია უყურებ ტელევიზიით ყველაფერს ინტერნეტში ხედავ მაინც ჩემო ძვირფასო ჯობა ერთი სული მქონდა რომ დადგებოდა ის დრო ეხლა კიდე მეორად რომ წამოვიდოდი და ვამბობდი ღმერთო ისე ვიქ სადღაცა უნდა მოვძებნო და რაღაც ვიმუშაო იქ თუნდაც ნაკლებ ხო საქართველოში იქიდან ვამბობდი და აღარ დამჭირდეს აი ცოტა შემოსავალი მქონდეს ეხა ხო ბანკის ვალი აღარ მაქვს მეთქი და იქ დავიწყო მუშაობა და აი ახლა მაგ განცდაში ვარ რომ იქნებ სადმე რამე ვიმუშაო რომ აღარ წავიდე მიუხედავად იმისა რომ მაქვს საბუთი უკვე შემიძლია წასვლა მოსვა თავისუფლად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეხლა კიდევ მაშინებს ის გარემოება რაც მსოფლიოში ომების დაწყებით არის გამოწვეული და არ ვიცი როგორ იქნება ჩემ შვილებს არ უნდა რომ წავიდე არც მე არ მინდა წავიდე როგორ გითხრა რა სიტუაცია რა ფასებია რა მდგომარეობა ხონდა იყოს ხელშეწყობა რაღაცნაირად აი რაღაცა გადამზადების კურსები რაღაცა მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არანაირი ხელშეწყობა აი რომ რაღაც შენდებოდეს თქვათ წარმოება გინდათ სკოლაში სხვა რაღაცა დამატებითი აი არ ვიცი მე მაგალითად ძალიან ბევრი ემიგრანტი შევხედი ვარ რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში მათ უკვე მატერიალურად აღარ უჭირდა მატერიალური პრობლემები აღარ აქვთ ანუ ბანკი აღარ აქვს გადასახდელი ბანკი აღარ აქვს ეს საბანკო პოლიტიკა ხო საქართველოში დღემდე ეს არის მეცხრე ბლოკივით არის რა მოკლედ არაფერი არ ეშურა როგორ შეიძლება რომ 20 წლიანი განვითარება ეკონომიკური ზრდის ისევ 20% იყოს კიდევ მოსახლეობისთვის და საბანკო სისტემა ზოგადად რომელიც აისახება მოსახლეობას იმიტომ რომ ქვეყანა და ხალხი ბანკებით მოდიან და თურქეთი ფაქტობრივად ეს შეაშენა მაგრამ აი ის თქმა უნდა ბევრი ადამიანი ესე იგი მატერიალურად უზრუნველყოფილი არის მაგრამ თვითონ აურა არის ვაკო ისეთიო ფულიც მაქვს ყველაფერი აქ გაჩერება არ შემიძლია ხალხის სახეების დანახვა აი ეს რა ქვეყანაში აი ამის გამო და აღარ შეგვიძლია ყოფნაო იქ რომ შედათ ვარ ნამდვილად იცით რა არის ჯობა ჩემო კარგო ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა და
დიდხანს ვერ გავაგრძელებ, მაგრამ ადამიანი, როდესაც ეკონომიურად გამართულია, ის ფსიქოლოგიურად დამშვიდებულია. აი ახლა ისეთი ფასები აქვს, რომ ფული რომ გამოგელევა, მე აღარ იცი რა ქნა. დავიწყო მუშაობა და არც წასვლა არ მინდა. ჩემ შვილებთან ყო, ყველა დედას თავის შვილებთან ყოფნა ყველაზე მეტად არ უნდა. ასე შემოკარგო, რომ ჩვენ ვერ ამოვწურავთ იმდენი თემა გვაქვს საუბროთ ჩვენი ქვეყნის საჭიროებო საკითხებზე, ჩვენ პირად საკითხებზე, ლიტერატურის საკითხებზე. ჩვენ და ვისაუბროთ, ჩვენ ამით მაინც და თქვა ჩვენი სათქმელი და ყველამ უნდა ვიყოთ. ისე კი არა რომ ჩვენ ვიღაცის ოპოზიციაში კი არ გები ადამიანი, ჩვენ ვართ ნაწილი ამ ქვეყნისა, სადაც უნდა იყოს ქვეყანა კარგად და ჩვენი ხალხის ძალიან კარგად იყოს შემოკარგო. რა თქმა უნდა. მე ხა რაკი ჩვენისა, მე მინდა მადლობა დაგიხადო ჩემო კარგო და თუ გინდა კი წავიკითხო ერთი ლექსი წაიკითხე და ენა დამშვიდობები ჩვენს მაყურებელს. დიახ. გადავარჩინოთ მამული ენა სარწმუნოება. აკონის ჩუქურთმებში აჟღერებული ქართული რიტმი, დედის იავნანის უსაყვარლესი გალობა რითმ. ძველი ფერმიხდილი ტაძრის კედელთა ცრემლები თბილი. უკაცრავად ნასახლარები ვაზის ფოთოლთა დუდუნი ტკბილი. ხავერდოვანი ფერთა შეხამება შვიდფერი ფონი, გალობის მსგავსი შვიდხმიანი სიმღერის ტონი. ხმანი გაზაფხულის გახელებულ ფრინველთა ფრენის, დრონი სულიერი სიყვარულით მადლის მოფენის. გულის სიღრმეში მაშინ ჩავიხედე თითქოს ადვილად, ყველაფერ მშობლიურს ყური რომ მივუკვდე გულით ნამდვილად. ნარნარით აკინძული ასო ბგერები ქართული ენის, მრგლოვან ნაქარგიანს ქებაი და დიდება შვენის. მამულისათვის უნდა სრულყოფილად გადავარჩინოთ და ყოველივე საქართველოი კვლავ აღვადგინოთ. სიღრმის ფესვებით შემოხვეული მამულს ფალავნად, მკლავ ჩაკიდებული ვაზი ქართული კახეთს გალავნად, ვაზის ნახლართებში ჩახვეული გლეხის მაყრული, სავსე ქვევრები მშობელ მიწისგან გულში ჩაკრული, გამოვაღვიძოთ ციხე ტაძართა მოძღვარნი ხუროთ, კვლავ ჩვენი ტაძრები ძველებურად რომ გადახურონ, უფლის მცნებები გალობა ღვთისა, ენა ქართulis, ვერ ვინ შეგვიცვლის, რომც მოინდომონ, ვერ ვინ სხვარჯულნი, ქართველი დედის კეთილკრძალულება, მადლი მანდილის, ღვთისმშობლისაგან ნაბოძები, ჩვენთვის ნამდვილი, დროა ჩავიხედოთ სულის სიღრმეში ყველამ წადილად და დავიმკვიდროთ მართალი რწმენა ჩვენში, ნამდვილად და კვლავ ვითხოვოთ ღვთისაგან მადლი იმ სათნოებად, რომ გადავარჩინოთ მამული ენა სარწმუნოება. მამული ენა სარწმუნოება, რაკი დღეს დედის დღე არის ეს დღეები, ეს აი ლექსი დავასრულებ და უზმე ცოტა სერია ლექს ყველა დედას. ვიდით რომ მივდებ დროის ქარავანს, ჩემს ყოფას უფრო სევდა უხდება, შენ რომ გონი ახალ გაზრდავა, უკვე მიმწყუნეს დედა მოხერბმა. ჯერ თუმცა ჩემ წლებს არ ვეპუები, დაკრავ ბავში ვითვრჩები თავნება, შემომეცემენ თვალთა უპენი, გონი მიმწყუნეს დედა თვალებმაც, ფუსტავ ბარათებს შენ რომ გიწერდი, ძვირფასი ნივთებთან გადანახულებს, გულს დავიღდიდი შენი მზის მზერით, მაგრამ მე დედა გულიც მაწუხებს, ახლა სასგავსქე იმ გზას, რომელსაც ჩემს მოლოდინში ცრემლით გამბავდი დორჯბარახივით, დროწლებს მოცედავს და შევუერთდებით ცას და მარადის. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გილოცავთ ყველას და ბედნიერი დღეები ჩემს საქართველოს, მშვიდობა ქვეყანასაზე და მშვიდობა მსოფლიოს. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ჯუბა. წარმატებებს ვსურვებ ლიტერატურულ საქართველოს, თქვენ პირად საქმიანობაში და ჩემ ქვეყანას, ჩემ სამშობლოს, ჩემ ემიგრანტებს. წარმატებას ვსურვებ თავის პირად საქმიანობაში ყველას. დიდი მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის.